ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის წევრებს ხდება დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო უწყებების პირველ პირებთან. ამ წუთებში გაბრიელა დრაგონი სახალხო დამცველთან მართავ შეხვედრას, მანამდე კი კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარია შეხვდა. რა საკითხები განიხილება შეხვედრებზე, ამის შესახებ ზვიად ხუჯაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ქალბატონი გაბრიელა დრაგონი უკვე შეხვედრა გამართა სახალხო დამცველთან უჩან ანუაშვილთან, ეს თვე დასრულდა შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში. მანამ კი ქალბატონი გაბრიელა დრაგონი კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას შეხვდა. ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი ძირითადად საქართველოში ითვალისწინებს ახალი მთავრობის მიმართ გაცნობით ხასიათს, ისინი და იმ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რომელიც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლოდ უნდა შედგეს. შეხვედრიდან გამოსულმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ქალბატონმა გაბრიელმა დრაგონმა და კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მედიისათვის კომენტარები გააკეთეს. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ეს კომენტარი. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა დღეს კულტურის სამინისტროში. გვეწვია ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია ევროსაბჭოდან. ქალბატონი გაბრიელა დრაგონის ხელმძღვანელობით იყო რამდენიმე დირექტორი. მე მქონდა პატივი, რომ ორიოდე თვის წინ შეხვედროდი მას სტრასბურგში და გვესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან ჩვენ ქვეყნისთვის საკითხებზე. და კულტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვესაუბროთ იმ ხალხს, რომლებთანაც ჩვენ კონფლიქტი ჯერჯერობით ვერ მოვაგვარებთ. ვესაუბროთ მსოფლიოს და რაც მთავარია ესევე მთავარია, რომ ვესაუბროთ და ველაპარაკოთ ერთმანეთს. It was an important meeting because კულტურის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს დემოკრატიის განვითარების პროცესში კულტურას მნიშვნელოვანი როლი აქვს. კულტურის განვითარების მეშვეობით შეიძლება ძალიან მარტივად მივახციოთ დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობას და ეს აუცილებლად მოხდება თუ თითოეული მოქალაქე ჩაერთვება ამ პროცესში. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, რომელიც ფუნდამენტური ნაწილია ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის. ევროსაბჭოს დელეგაციაში საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატები იმყოფებიან, რომლებიც ხვდებიან საქართველოს სამინისტროების სხვადასხვა უწყებების სხვადასხვა ხელმძღვანელ პირებს. დღეს შეხვედრებს მართავს ქალბატონი გაბრიელა დრაგონი განათლებისა და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მოგვიანებით ის შეხვდება საშეთახშობლებისა და პრობაციის მინისტრს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები რეინტეგრაციისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან. გუშინ კი ქალბატონი გაბრიელა დრაგონი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ზვიად ხუჯაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა ზვიად.